ეს სავსებით ლეგიტიმური დისკუსიაა, ლეგიტიმური საკითხია და მე სულაც არ ვთვლი, რომ მაინც და მაინც ეს არის სწორი და თუ ვინმე რაღაც ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რაც გადაარჩენს ციხეში წასვლას, ეს იქნება რაღაც საქმის ღალატი ან რაღაც ასეთი. ნუ გასაგებია, რომ კი ეს რაღაც სხვა ასპექტია მაინც, ერთია რომ ნუ იღებ მონაწილეობას საპროტესტო აქციაში, შეიძლება ვიღაცა ჯებირს მართლა დაეჯარგურა, ან არ ვიცი რა გააკეთა, ანუ ეს რაღაც ასე ვთქვათ გარკვეულად ხელისუფლების მხრიდან შეიძლება თვითნებური არჩევანია, რომ ვიღაცას ხელი ჩაავლეს და ვიღაცას არა, მაგრამ პარტიის ლიდერის დაპატიმრებას ყოველთვის რაღაც სხვა ელფერი ეძლევა და გარდა ამისა, ნუ ალბათ, ნუ შეიძლება იცის თქვათ, რომ აი მუდმივი ასე ვთქვათ კრიტიკა ოპოზიციის, რომ აბა ოპოზიცია რას მიკეთებს, ასე ვთქვათ, რომ ოპოზიციას თითქოს ფუნქცია არ აქვს. ნუ გარკვეულად შეიძლება ეს დავინახოთ, რომ ეს ურაბ ჯაფარიძემ ამით მოუპოვა ფუნქცია ოპოზიციას, ერთგვარად აი ასეთ ამ ბრძოლაში. ეს ფუნქციონალური დატვირთვა შეიძლება კონდეს, ხო, მის აქციას, რომ რაღაცნაირად ამოავსოს ან ხო, ნუ არა, ეს პრეტენზიებიც ხო არის, რომ აი ჩვენ გავარდა სად არიან ოპოზიციის წევრები, აი ჩვენ გვიჭერენ იმათ არა და ისინი სადღაც იმალებიან, ხო? ნუ რაღაცნაირად ახლა გასაგებია, რომ ურაბ ჯაფარიძე ერთი ადამიანია. ვიღაც სხვა ლიდერების მიმართ შეიძლება იგივე პრეტენზიები დარჩეს, მაგრამ მან რაღაცნაირად აი ამ პრინციპში სიმბოლური ქცევით ის სრულიად არასიმბოლურად ზის ციხეში, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებით, ნუ რაღაცნაირად თითქოს აი ამ პრობლემებს უპასუხა ერთგვარად. ეს ხალხი არ გვხსენებია დღეს და ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილებას ერთგვარად, ნუ მოყვა ან დაეფუძნა მისი ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ ირაკლი ოქრუაშვილი, რადგან არ არის მოქმედი პოლიტიკოსი, ამ შემთხვევაში კიდევ სხვა პოლიტიკური იმპლიკაციები აქვს. აი ბატონო, თქვენ როცა ამბობთ, რომ მორალური არის გალაჭუნება თავისთავად გულისხმობს, რომ რაღაც ტიპის ზიანის მომტანია, ხომ, რეჟიმისთვის. აი თუნდაც ზიამაღლობელი საქმე რომ განვიხილოთ, რომელიც იმავე კატეგორიაში შეიძლება ვიყვანოთ, რა ტიპის ზიანს შეიძლება აყენებდეს ეს რეჟიმს? პირდაპირ ზიანი ახლა არც ზიამაღლობელის ასე ვთქვათ გალაჭუნებას არ ქონია, ხო, იმ ლოყა ძალიან არ დაზიანებულა იმ ადამიანის, ხო, მაგრამ გასაგებია, რომ მაინც ეს ზიამაღლობელი გახდა ერთგვარი დროშა, ხო? გასაგებია, რომ ამდენი პოლიტპატიმარი ყავს, მაგრამ აი ზიამაღლობელს ყოველთვის ალკე გამოყოფენ ამ შემთხვევას, ასე რომ ნუ გასაგებია, რომ ვის მხარეზეა, ასე ვთქვათ, მორალური გამარჯვება, ეს ყოველთვის შეიძლება თქვას ადამიანს, რომ ეს სუბიექტურია და ახლა ვიღაცა ჭულუკიანი ან ვიღაცა იტყვის, რომ აი ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, მორალის მხარეს და ეს ოპოზიციას არ აქვს მორალური უფლება აკეთოს ის რაც აკეთებდეს, ეს ყოველთვის ასე იქნება, მაგრამ როდესაც ადამიანები რაღაც ძალიან ერთი მხარის ადამიანები, ასე ვთქვათ, ოპოზიციის მხარის არ აქვს მნიშვნელობა ვინ პოლიტიკოსია, ვინ არა, ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ასე ვთქვათ, პირად მსხვერპლზე მიდიან, ხო, და თავის კეთილდღეობას აყენებენ კითხვის ქვეშ კი არა, ნუ სწირავენ რაღაცნაირად საერთო საქმეს, ხო, ეს რაღაც მათ უფრო მაღალ მორალურ დონეზე აყენებს, ვიდრე მეორე მხარეს, რომელიც, ნუ უბრალოდ, ასე ვთქვათ, ასრულებს თავისი უფროსის ბიჯანა ივანიშვილის დავალებებს, ახლა ბიჯანა ივანიშვილი რის დავალებებს ასრულებს, ამაზე სპეკულაციები შეიძლება, მაგრამ დანარჩენი ყველა არის უბრალოდ ბიჯანა ივანიშვილის პირადი მცველი და იღებს აქედან რაღაც, ნუ გასამჯელოს და რაღაც კეთილდღეობის რაღაც ფორმას და მეორე მხარე, ნუ პრინციპში თავგანწირვით იბრძვის რაღაც იდეისთვის, რა ვიცი, ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, მისი მომავლისთვის ის რაღაც სხვა მორალურ რეჟიმში იმყოფება.